გახარიას ფიასკო თავიდანვე გასაგები იყო, რომ არ ყოფილიყო ეს დაძაბულობა და უკიდურესი ფორმის დაპირისპირება დასავლეთსა და ქართულ მთავრობას შორის, გახარია მოიძებნებოდა, გახარია აიღებდა რაღაცა ნიშას. თუმცა ვინაიდან ყველა ჯარისკაცი ჩაიყენა, ასე ვთქვათ, მწყობში, გახარიასაც მოსთხოვეს, კაცო, შენც დაჯიხი აგერ ჩვენს რიგებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არც საეთერე დრო არ გექნება, უფრო ღიად დაგიპირისპირდებით და გახარიაც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში დამარცხებულების ბანაკში. მოდი აი ეგ მაშინ ჩამოვაყალიბოთ. რას ნიშნავს ვიღაცა რო ფორმდება რის ხარჯზე გაფორმდა, მაგალითად გახარია და რის ხარჯზე ვიღაცა თქვა გირჩი არ გაფორმდა. მანდ იყო კონკრეტული გადაწყვეტილება. კონკრეტული პოზიცია განსაზღვრავდა შენ ხარ კოლექტიური ნაცების ფანქში ფორმდები თუ არა. პოზიცია იყო აცხადებ თუ არა რომ ოცნება არის რუსული პროექტი. რუსული მთავრობა რომელიც იყო ჩელიაბინსკში და მონაწილეობ თუ არა ბოიკოტში. არა, შარშანდელ მოცემულობას ვამბობ, აი ეს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებამდე მოცემულობას. და აცხადებ თუ არა რომ არჩევნების შემდეგ გადაჭრი თუ არს ამბობ, მაგალითად კოალიციაში თუ ასე დადგა საჭიროება კოალიციური მთავრობას დათანხმდა თქვათ ოცნებასთან რაიმე პირობების აქვს. ანუ საკითხი ეგრე დგებოდა რომ ან ეხლა ოცნებას ჩამოვიღებთ ან ცხოვრებას აზრი არ აქვს ჩელიაბინსკში გავიწყოთ. აი ამ არჩევნებში ხაზი გაატარა, ჩაჯდა მაგათ ნადარბაზს. გახარიას რომ დაიწყო რომ მე მაგას არ ვიღებ მაგ ფორმულირებას, გახარიას ედგა პრობლემა რომ მცირე შედარებით მცირე რესურსების გამო მოწინააღმდეგე მედია, NGO და ოპოზიციური სპექტრი გააფორმდნენ ამას ოცნების დანამატად და ისიც აიღებდა 3%. მან ჩათვალა რომ ამას ჯობდა ის რომ აი ავიღო მოდი 7% და გავფორმდე კოლექტიურ ნაცებად, აიღო 7%, რაც შემდეგ მოყვება, აი შემდეგ რა მოხდა და ჩემი აზრით ეხლა ის არის გასარჩევი. კონკრეტულად გახარიას გამოწვევა კი არ არის, გახარიას რატო დაიხა კი არ არის უფრო არა, გახარია რა მოხდა ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი რომ ამან ზამთარში ეს თვლიდა რომ მოდი ბოიკოტში წავიდე, ჩემი მანდატები დავდო რისკის ქვეშ, მეც ბოიკოტს შეიძლება არ მოაწერა ხელი, მაგრამ ფაქტია რომ მანამდე არ შესულა, ხო? ზამთარში ისინი გარეთ დარჩენ და იმ თამაშის წესებს აყვენ, რასაც თელი დანარჩენი ოპოზიციას თავაზობდა. ზამთარში ეგ აირჩიეს, თუმცა წვალებით, რაღაცა ჭრიალით, რაღაცა როგორ შეგით კამათობდნენ, მაგრამ ეგ აირჩიეს. რა შეიცვალა ეხლა რომ ბოლოს იმაზე არჩევნების ბოიკოტზეც უარი თქვეს, იქაც გაილახენ. შედეგი ისეთი დადეს რომ არა დამაკმაყოფილებელი მათთვის და შილადრო თქვა. და მე გამოაცხადეს რომ მოდი რა კარგად იყავით, ყველაფერი სისულელე ვაკეთეთ შევიდეთ. აი ეს რატო მოხდა ეგ უნდა. აი მაყურებელს მინდა მაინც უთხრა საბოლოო ჯამში რა იგულისხმება იმაში, როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ გახარიას პარტია შედის პარლამენტში. ანუ რა მოხდა. გახარიამ მაშინ არ დაწერა, რომ მისი პარტია გადის პარლამენტიდან, უბრალოდ არ ესწრებოდა პარლამენტს, რის ხარჯზეც კანონის თანახმად დაუსწრებლობის გამო რაღაცა ხანგრძლივობის მერე წესით უნდა გაიგო. დეპუტატები, რომლებსაც ადგილები ჰქონდათ, ის დეპუტატებს ადგილის პოზიცია ჩამოერთვათ და სიის მიხედვით მომდევნო სიაში მყოფი დეპუტატები, რომლებიც მაგალითად 12 დეპუტატია, ხო? ის 12 პირველი 12 ჩამოერთვა და მომდევნო 12 აქვს უფლება ან შევიდეს, ან ასევე არ შევიდეს. ეხლა გახარიას პარტიამ გამოაცხადა, რომ ის მომდევნო 12 შედის პარლამენტში. ანუ ეს ხდება. მე უბრალოდ აი ინფორმაცია, რომ ეგ ტექნიკური ახსნა სწორია, მაგრამ მან არის კიდე პოლიტიკური ახსნა, ხო? აი ერთი წელი როცა მიდიოდა ლაპარაკიო, არჩევნები არალეგიტიმურია, ევროპა ამას ესე არ დატოვებს, ამ მთავრობას დიდი ხნის ბედი არ უწერია
და ჩვენ მონაწილეობთ ბოიკოტში, აი მაგას რო ლაპარაკობდი და უცებ თქვი რომ ბოიკოტის შეცდომა იყო და შევდივართ პარლამენტში. ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს რაც მაგას აი ესე მოყვებოდა არგუმენტაციის ბლოკი მაგაზე უარის თქმასაც ნიშნავს. ანუ აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, თუ შედიხარ პარლამენტში, აბა რატო შედიხარ, ესე იგი ლეგიტიმურობას აღიარებ. კი. მთავრობის ჩამოღების გეგმა უკვე აღარ არარეალისტურად მიგაჩნია და დასავლეთი რამეს იზამს მაგისი აღარ გჯერა. კი, მაგას ნიშნავს. აი, ვიღაცას თუ ახლა კითხვა აქვს, რომ და შოთას პირვანდელ შეფასებას ეთანხმება, რომ აბა მე სულ არ მკიდია კაცო, ახლა გახარია შევარშება. გასაგებია კაცო, ეს გჭირდება იმის ასახსნელად, ეხა რა ფორმდება. ანუ მაგ ფლანგზე, რომელიც ელოდებოდა, რომ ეხა ამათ რას უზამენ იცი? ამათ გააპტყელებ. და შენ მოერევი კაცო და მე და დასავლეთს შენ მოგვერევი, აი ეგ განწყობა რო იყო, მე ვინა ვარ იცი? მე იქ საელჩოში ვიღაცას ვიცნობ. აი მაგ გონორიდან როგორ ჩანს აღარაფერი აღარ დარჩა, იმიტომ რომ ეხა გახარია არის დასავლეთში. ხო? გახარია არის ქვეყნიდან გაქცეული და დასავლეთში. დასავლეთში მე მახსოვს, როცა ის იყო წულუკიანის კომისია თუ რა ის რაღაც გამოძიების პროცესი იყო. პარლამენტის საგამოძიებო კომისია. მაგ დროს გახარია, როცა ჩართვაზე იყო, მაშინ გახარია მაგ განწყობით იყო ზუსტად რაც შენ ახსენი, რომ დასავლეთის წარმომადგენლებს ეხა შეხვედრები იქნება. და ეხლა ზუსტად მაგიტომ არის საინტერესო ეს პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეხა ანექ შეხვედრები არ შედგა იმდენად უშინაარსო იყო, რომ ან არ შედგა, რომელიც დაახლოებით ერთ-იგივე შინაარსის მატარებელია შეხვედრა და ვერ შეხვედრაც. იმიტომ რომ აქ რო თავისი პარტია შედის პარლამენტში, უკვე გამოდის ისე, რომ დასავლეთის იმედად პროდასავლური ძალები აღარ არიან, ვეღარ არიან. მე მაგ კითხვა. როდის გვახსენდება ბოლოს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გახარია იქნება, რაღაც ნაცები იქნებიან, ზურაბიშვილი, ვინც გინდა, ბოლოს რომ აი რაღაცა მასშტაბური შეხვედრები შედგა დასავლელ გავლენიან პოლიტიკოსებთან და ამას ქონდა რაღაც გახმაურებული შინაარსი, რომ აი აჩვენეს, რომ აი ხო გვახსოვს ახლა ტრამპის ორი რიგით უკან დაჯდა ზურაბიშვილი და იქიდან ხელი დაუქნია. მე რაღაც იმაში რა ქვია ბოკუჩავა რაღაც ყრილობაზე ჩავიდა რესპუბლიკური პარტიის და რიგების ზედა ბოლო რიგი და სტადიონზე იჯდა ბოლოს. სად რიგითი რესპუბლიკური პარტიის წევრი უბრალოდ აი ვიღაც ჯო, რომელიც ბენზინის ჩამსხმელად მუშაობს ბენზოკალონკაზე, აი სადაც ეგ რიგითი ჯო იჯდა, ესენი იჯდნენ მან. კი, მაგრამ მანდაც აი მასეთიც როდის გვახსოვს, აი მაშინ ხო ეგრე იყო, რომ სადაც ზედა რიგებიდან გადაიღეს. ან ყველამსადა, სხვათა შორის. ყველამსადა. ანუ აი ყველამ ერთდროულად, აი მაგ დროს, აი ტრამპის ინაუგურაცია, ხო, ინაუგურაციის პერიოდი რო იყო, თან ვაკვირდებოდა მაინტერესებდა, იმიტომ რომ ველოდებოდი ეგეთ ქცევებს ამ მონებისგან და უყურე რა მოხდა. რესპუბლიკური პარტიის ჩოულებრივი ის იყო რა, რაღაც მრავალათასიანი შეხვედრა და ყველაზე ბოლო რიგში იჯდნენ ის ბოკუჩავა და მეორეს ეხლა ვაშაძე, აი ჩოულებრივი რედნეკი როგორც ვაშაძე ვაფშე ბოლოს როდის ხარ? ასაძე ციხეში ზის, კი. ასაძეს როგზე. ასაძე არა ვაშაძე. ხო და ის ვიღაც რედნეკებთან ერთად იჯდნენ, საერთოდ ვიღაც რიგით ამერიკელებთან. მეორე მცდელობა ქონდა იმას, მულტიმილიონერ ხაზარაძეს და ქუჩაში იდგა ასევე ჩოულებრივ ვიღაც ამერიკელებს. შუქნიშანთან იდგნენ. უფრო ამათან შედარებით ცხადია, ოდნავ ერთი ნაბიჯით. უფრო წარმატებული შეხვედრა ქონდა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც უბრალოდ შენობაში ესწრებოდა ტელევიზორში, ეკრანზე უყურებდა ტრამპის ინაუგურაციას. მაშინ უბრალოდ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, ეგეც ნიშანდობლივია, უბრალოდ პრეზიდენტის რანგით, თორე ეხლა
არც მაგ შენობაში აღარ შეუშვებენ. და კიდევ ვიღაცა ესწრებოდა ჩერგოლეშვილი და ბოკერია ესწრებოდნენ, აი უბრალოდ კერძო წვეულებას ისიც დონალდ ტრამპის შვილის მიერ იმის ორგანიზებული. მაგრამ შენ ეხლა ძალიან აგდებული. ესეც ერთი წლის წინანდელი ამბავია. იმიტომ შენ ეხლა აგდებული განწყობით ყვები შეხვედრებს, რომლებიც ეხლა ამათ როგორ ახსენდებათ? იცი ეხლანდელი განმოსახედიდან, აუ რა დრო იყო? მაშინ მართლა იმაში ვიყავით. ვაშინგტონებში რო დავდიოდი. ვაშინგტონში ვიყავით, მე რო ვიდექი ეზოში, სიცივეში, აი შენობა, ჩემ წინ შენობა იყო, სადაც ტრამპი იყო. აი ეგ ახსენდებათ როგორ იცი? ეგ იყო დიადი წარსული დრო, რომელიც ამაყად ცრემს მოადენს. მამა ჩვენების თაობას რო 37 მანეთად ახსენდება, ამათ ახსენდებათ ეგ პერიოდი ეგრე. მე გეკითხებით, თუნდაც მასეთი შეხვედრები ბოლოს როდის გახსოვთ? ეგ ხო კი ბატონო, ეგ შეიძლება გამოიყურებოდა საცოდავად. შეიძლება მაშინდელი საზომით, მაგრამ საცოდაობის ეხლანდელი ხარისხი რო აღწეროთ, მოდი მაგასაც ჩამოყა, აი როგორი მდგომარეობა, აი ეგ ხალხი გარეთ რო ელოდებოდა ტრამპის ინაუგურაციას ვაშინგტონში, ეხა ზის ციხეში და ბოლო 2, 3, 4 თვის მანძილზე მაგათზე რამე აზრი, ან კაი, ან ცუდი რო მისგან მომისვა, აი ვაფშე ყველას კიდია. კუბილიუსი აღარ მელია იქნება, ეგ ეს რა ქვია, ხაბეიშვილი იქნება, ბურჭულაძე, აი რამე აი მოდი ეგეთ კითხვას დაგისვათ პატიციალო მაყურებლებო, აი რამე განწყობა გააქვთ, რომ აი ეგ ხალხი ხა იგზის და რაღაც პოლიტიკური პროცესი დუხტა ის იქ ნელსონ მანდელა, რომელსაც აბობუქრებული ხალხის ზღვა გამოიყვანს იქიდან და აი ვაფშე პროსტო ციხეში. ხო, აი ნახე დასავლეთის კომენტარები იყო რაღაცა დონეებად დაყოფილი. აი მაგალითად იყვნენ ანუ ამერიკის ადმინისტრაცია თუ გააკეთებდა განცხადებას, ეს იყო ხა პრეზიდენტს რო გაეკეთებინა ამერიკის, ეს იყო ყველაზე მაღალი ლეველი. მე რაღაც ადმინისტრაცია გააკეთებდა. მე სენატორი. მე სენატორები, მე იყვნენ ევროკომისარები, ხო? ევროპარლამენტი. და იყვნენ აი ევროპარლამენტის რეზოლუციებს კიდე ქვემოთ რიგით ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტარებშიც ყველაზე ხურდის ფორმატი რა ქვია, ყველაზე ტრეში ევროპარლამენტარი. არსებობდა რაღაც 5-6 ევროპარლამენტარი, რომლებიც უბრალოდ მაგად მუშაობდნენ, რომ აი ამ საქართველოსზე რაღაცებს აკომენტარებდნენ. კუბილიუსმა რაღაცა თქვა იყო ცოტა ღადაობის თემა. ხო, ანუ აი რაღაცა აი როგორი ზიგიმანტოს პავილიონი კუბილიუსის სახელი რო ქალმაც კი იცის თაშიო, აი რაღაც ეგეთი ხდებოდა უკვე რაღაცა აი ბავშვმაც იცის ქალმა კი ბავშვმაც კი იცის თაშიო. ეგრე იყო რა, აი ყველას ესმოდა, ხო ხდები? რაღაცა კუბილიუსი, ფოტიგა, რა ერქვა კიდე ერთი ქალი რო იყო, გერმანული გრეგოროვა თუ გრიგოროვა. ვიღაც ხო, მარკეტა გრიგოროვა, აი ეგ რამდენიმე ბიჭო, ეგენი აღარ აკეთებენ კომენტარებს. ხო, აქვს ამას თვითონ საქართველოს ყოველ 3 კვირაში ერთხელ, ხო? ხო, 2 კვირაში, ყოველ კვირას ვიღაცა იყო და აი გინდა კიდე ერთი კაი მარკერი გითხრა, აი 100%-იანი მარკერი. აი ეხლა მაგალითად რამე განცხადება თუ გაკეთდება, აი ის ქალი რა არის ამაღლობელია ხო გვარად. პოლიციელს რო სილა გააწნა და აი ხო არ იქ მელია ან ხაბეიშვილი. აი აბზი ამაღლობელი გამოუშვით მაგას ბევრად უფრო დიდი ალბათობა რო თქვა ვიდრე ესე ვაფშე კიდია. ხო და აი ამაზე საერთოდ განცხადება არ გაკეთება. მაგიტომ მინდა დასკვნა. რა მოხდა? მოკლე დასკვნა არის დასავლეთმა აქაურობა დაიკიდა.